მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ხომ, ვითარება ძალიან რთული არის, ხომ, ქართული ოცნების შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრი თვის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები მათ მოუწოდებდნენ, რომ შეეშვან ძალადობას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, შეეშვან პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს და დააყენონ იმ პირთა პასუხისმგებლობა, ვინც არის ჩართული საკუთარი მოქალაქეების წამებაში და მათი უფლებების დარღვევაში, ხო? მიუხედავად აი ამ მოწოდებებისა, ქართული ოცნების მხრიდან ჩვენ გვესმოდა განცხადებები, თითქოს ეს არის დასავლეთის მხრიდან, ეს არის უბრალოდ განცხადებები, რომ არ იქნება არც სანქციები, არც კონკრეტული მკაცრი გადაწყვეტილებები და თითქოს თავის მომხრეებს ეუბნებოდნენ, რომ კი ბატონო, გააგრძელეთ ადამიანების წამება, გააგრძელეთ ადამიანების გაშიშვლება, სხვათა შორის, ანუ ესეც არის ახლა ის ახალი ტრენდი, რომელიც მათ, ასე ვთქვათ, რომელსაც ისინი ახლა და მეთოდები, რომელსაც ისინი იყენებენ და თქვენ შეგიძლიათ, ანუ ეს იყო ზუსტად პოლიტიკური მესიჯი ამ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, რომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი და თქვენ დარჩებით დასჯის გარეშე და არავის არ ექნება ამაზე რეაქცია. სინამდვილეში რეაქცია, რა თქმა უნდა, აქვთ ეს ადამიანები არა მხოლოდ მათ ჩასვლა სხვა ქვეყნებში აღარ მიესალმებიან, არამედ საუბარია იმაზე, რომ მათი ანგარიშებიც გაიყინა ყველა ბანკის მიერ, რომელიც ჩართული არის საერთაშორისო სისტემაში. ხო, თუმცა ჩვენ ეკავ ნახეთ, ხო, კობახიძის განმარტება, რომელიც საკმაოდ ცოტა ორაზროვნად შეფასდა საბოლოო ჯამში, რომ ეს ადამიანები ფინანსურად იქნებიან მაინც უზრუნველყოფილები, სხვა სანქცირებულ პირებზე იყო საუბარი, ეხლა ამ სიას დაემატნენ ეს პირებიც, ხო? და არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა მათთვის ხელფასის მიცემასთან დაკავშირებით. ამაზე ეხლა ეს ადამიანები, ბევრი მათგანი რომ სხვა წყაროებიდანაც ფინანსდებოდა, ესეც ხომ ცხადი არის, ხომ თქვენ გამოძიებებშიც და ჩვენს ბევრ სტატიაშიც, საგამოძიებო სტატიაშიც ხშირად ვსაუბრობთ კონკრეტული ჩინოვნიკების კორუფციაში ჩართულობას. გასაგებია, რომ რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, სარგებელს იღებენ ისინი, მათ შორის ფინანსურ სარგებელსაც არავინ მართლა ეხლა თქვენ გონიათ რომ მართლა შეჯერათ მათ რომ ქვეყანას და ხალხს ემსახურებიან. არა, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს აკეთებენ იმის გამო, რომ იღებენ კონკრეტულ სარგებელს, ხომ და ყიდიან ჩვენს ქვეყანას და აწამებენ ადამიანებს რაღაცა სარგებლის და იღებენ ამისთვის სარგებელს. ამაზეა ხო საუბარი. ამიტომ ეს გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ის რომ მათ გადაადგილება აეკრძალებათ და მათ ფაქტიურად აქვთ შეზღუდვები, სავიზო შეზღუდვები ბევრი ქვეყნის მხრიდან, ესეც არის პრობლემა და ის რომ საბანკო სისტემას უბრალოდ ვერ გამოვლენ. გასაგებია რომ შეიძლება რაღაცა ფინანსები ქონდეთ, მაგრამ ამას ატარებენ ალბათ, რა ვიცი, ბალიშებში ინახავენ და ასე შემდეგ, ხო? ანუ საერთო ჯამში ამის გამოყენება იქნება მათთვის ძალიან რთული და ასევე ამის გამოყენება საზღვარგარეთ, ხო? ხა ისინი არ არიან მისაღები ადამიანები არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, ხო? ამაზეა საუბარი. ყველაზე მთავარი ხომ არის პოლიტიკური მესიჯიც ამ ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ რეალურად პრობლემები ექნებათ მათ და მათი ოჯახის წევრებსაც, ხო? ეს ფული მათ ხო აქ საქართველოს არ უნდათ, მათ ხომ უნდათ რომ კარგი ცხოვრება ქონდეთ, ევროპაში იარონ, დიდ ბრიტანეთში იარონ, მათაც, მათი ოჯახის წევრებმაც და ასე შემდეგ. და აი ეს აღარ გამოუყვათ, აი რისთვისაც ისინი ამას აკეთებენ. რუსი ოლიგარქების და რუსი ჩინოვნიკების მიდგომები აქვთ, რომ რუსეთი და ცუდი ქვეყანა და კორუფცია და ძალადობა თავისი მოქალაქეებისთვის უნდათ, თორე თავისი შვილებისთვის, მათ ევროპა უნდათ და ამერიკა და, რა ვიცი, ესეთი ტიპის ცხოვრება. ანუ ზუსტად იგივე მიდგომები აქვთ, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ამის საშუალებას განვითარებული მსოფლიო მათ არ აძლევთ, იმიტომ რომ
ეს არის ზუსტად მათი დამოკიდებულება, რომ კი ბატონო, შეგიძლია იძალადო ვიღაცაზე, მაგრამ ჩემთან შენ მისაღები ადამიანი არ იქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემ ტერიტორიაზე კარგად ცხოვრება აკეთებს. დღეს გამოცხადებული სანქციების მთავარი ხაზი რა არის რეალურად? ეს არის სიგნალი ივანიშვილისთვის. აი, სხვათა შორის ირაკლი აბესაძე იყო ჩვენი სტუმარი წინა ეთერში და ის ამბობდა, რომ წრე უკვე შეკრულია. ანუ აქამდე თუ საუბრობდით იმაზე, რომ აი რაღაც ვიწროვდებოდა ეს წრე, დღეს უკვე ყველა ის მიმართულება, რომელმაც უნდა აგოს პასუხი იმაზე, თუ რატო არ დგება გამოძიების შედეგები ამა თუ იმ საქმეზე, ეს ადამიანები აი ამ სანქციების წრეში არიან მოქცეულები, ხომ? აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი თუ შეგიძლიათ ფინანსურ ნაწილზე ჩემი კითხვა, იმიტომ დაგისვით მე ეს კითხვა, რომ ანუ ივანიშვილი ყველა ამ ადამიანს ეუბნება, რომ არ ინერვიულო, მე შენ ფინანსურად უზრუნველყოფ, ხომ? თქვენ ახსენეთ მოგზაურობა, ქონებას ნაწილს შეიძლება არც არაფერი არ აქვს კონკრეტულად იმ ქვეყანაში, სადაც სანქცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რეალურად ეს არის გზასაით, ეკა, ხელისუფლების უკან დახევისკენ, თუ კიდევ უფრო მეტი რეპრესიის გამოჩენისკენ. აი ამის შემდგომ პროცესს როგორ ხედავთ, როდესაც როგორც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, გარკვეული წრე უკვე ივანიშვილის გარშემო შეკრულია სანქცირებული პირების. ისიც რა არის, ჯერ ერთი მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი ყველას ვინც დასანქცირდება, ყველას ფულს მისცემს და გადაუხდის. ანუ შეუძლებელია, რომ რიგითი პოლიციელიდან დაწყებულ, კარგით, ახლა ერთხელ პრემიას მისცემს და ორჯერ, მაგრამ ახლა ეს რიცხვი ადამიანების ფართოვდება, ხო? სხვათა შორის ახლა იმ 250 კაციდან, რომელიც სხვადასხვა ტიპის სანქციებში არის მოხვედრილი ცოტა მეტი, ხო? დღეის მდგომარეობით, ხა ძალიან საინტერესო არის ვინ რა სარგებელს იღებს, ხომ? ანუ დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბოსები, ხომ, და მათი ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელები შეიძლება რაღაცა დროის მონაკვეთში შეიძლება რაღაცა სარგებელსაც იღებდეს, მაგრამ უსასრულოდ, ეს სანქციები ხო არის უსასრულოდ. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მაგ სანქციებში იქნებიან. არაფერი არ აი აქ რომ საქართველოშიც რაღაცაც რომ შეიცვალოს, ეს ხალხი იქ დასანქცირებული დარჩება. ანუ ეს არის მთავარი, იმიტომ რომ მათ უკვე აწამეს ადამიანები, მათ უკვე არ გამოიძიეს ეს წამება და ისინი უკვე თანამონაწილეები არიან ამ სისტემის. ამიტომ მათი მაგ სანქციებიდან ამოღება არასოდეს არ მოხდება. და ეს იქნება ფაქტიურად ნიშანი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ, რომ ისინი არიან ადამიანები სოფლიოს მიერ აღიარებული, რომელიც აწამებდა და ძალადობდა თავისივე მოქალაქეებზე. ანუ ამაზე არის საუბარი. ამიტომ მე აი ამ ნაწილის ნამდვილად არ მჯერა, რომ ახლა რიგით პოლიციელებს, რომელსაც ისინი ავალებენ აი ამ ტყუილების ტირაჟირება სასამართლოს პროცესებზე, რომ მათ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მიხედავს ბიძინა ივანიშვილი. ახლა წარმოიდგინეთ, ეს ხო შეუძლებელია და მათ ანუ მით უმეტეს თუ არ მიხედავს, გამოდის რომ წირავს ამ ადამიანებს, ხო, ასე გამოდის და ანუ ეს არის ის თქვათ ის ხაზი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ანუ გარკვეულმა ჯგუფმა უარი უნდა თქვას ეკა ამ დავალებების შესრულებაზე. აი რაზე არის გათვლა, აი რეალურად რას შეიძლება დაველოდოთ ჩვენ ამ პროცესიდან, იმიტომ რომ რატო გეკითხებით, იცით რომ სანქცირდება გარემოცვა, მაგრამ ბრიტანეთის მხრიდან ივანიშვილზე ჩვენ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გვინახავს, მაშინ როდესაც ყველა თქვენგანი საუბრობს იმის შესახებ, რომ ინდივიდუალური მოქმედება ქვეყნების მხრიდან იქნება კრიტიკული, ხო? აი ამ პროცესში და ამას ემსახურებოდა დღეს აი მაკლერის განცხადება ასამბლეის ხდომაზე, რომელმაც თქვა, რომ აი სწორედ ახლავე უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი და მან ასევე ის ილაპარაკა რუხაძესთან დაკავშირებითაც. ხო, ну ეს მიუთითებს რაზე, ხომ, ახლა რომ შევხედოთ როგორ მიმდინარეობს ეს დასანქცირება, ხომ? ანუ აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, საუბარი არის კონკრეტულ ადამიანებზეც, რომლებიც ჩართულები არიან კიდევ ერთხელ ძალადობაში და წამებაში, ეს არის მნიშვნელოვანი, ხომ? არა მხოლოდ მათ ხელმძღვანელებს, არამედ უშუალოდ ვინც შეიძლება მიიღოს დავალება და შეასრულოს, მათი დასანქცირება ხდება ხა ზოგის ფინანსურად და ზოგის ვიზების აკრძალვით, ხომ? მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენმა მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ეს პროცესი გაგრძელდება, ამისთვის არის მნიშვნელოვანი ორი რამ, ხომ? პირველი არის
ის რომ თითოეულ ამ ადამიანზე მათ აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები. ასე არ არის ახლა ნამდვილად რომ აი ეს ადამიანი არ მოგწონს და ის ადამიანი არ მოგწონს და მისი დასანქცირება ხდება. არა, ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. ჩვენ შემთხვევაში ეს ძალიან სწრაფად მოხდა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობს ვუხდით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ დასავლელ პარტნიორს, თუმცა ეს არის ძალიან სიღრმისეული გამოძიება თითოეულ ადამიანზე, თითოეული ინფორმაციის გადამოწმება და მხოლოდ მამ შემთხვევაში ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უკვე მიმდინარეობს გარკვეული პროცესი, ინფორმაციის შეგროვების, მოძიების აი ამ ინფორმაციის და ამის შემდეგ უკვე ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მოდით ასე ვთქვათ, ხომ ეს არის უკვე შეგროვებული ინფორმაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ქმედებები, ესეთი გადაწყვეტილებები, როგორც ბრიტანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან გაგრძელდება. აქ არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ რომ ნელ-ნელა ტიპი იმ ადამიანების, ხო, რომელიც სანქცირდება, ესეც იცვლება, ხომ? აქამდე თუ კი იყვნენ აი კონკრეტულად ადამიანები, რომლებიც არიან ჩართულები ძალადობაში, ანუ ამათი დასანქცირება, ამის შემდეგ ეს გაფართოვდა იმ ადამიანებზე, რომელსაც უნდა გამოეძიებინა და არ იძიებენ, ასევე გაფართოვდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ცრუ ჩვენებებს აძლევენ, ეს გაფართოვდება პროპაგანდისტებზე, რა თქმა უნდა, გაფართოვდება ასევე იმ კონკრეტულ ბიზნესებზე, რომლებიც ეხმარებიან ქართულ ოცნებას, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერი გაფართოვდება. ეს არის ნამდვილად ასე. დღეს ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დღეს იმისთვის რომ ეს გაჩერდეს, ეს არის კონკრეტული ადამიანების ხელში. იმ ადამიანების ხელში, რომლებიც ასრულებენ უკანონო ბრძანებას, მათ უარი უნდა თქვან ამ ბრძანებების შესრულებაზე და მეორე არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შეუძლია ქვეყანა დააყენოს ევროინტეგრაციის, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე და დაუბრუნოს იმედი ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. დიდი მადლობა ეკა, მადლობას გადაგიხდი კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის და დაგემშვიდობები. ეკა გიგაური საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და